რამდენიმე დღის წინ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ეს დედა არ არის ნაგინები ოცნებისთვის, თორემ დანარჩენი ყველაფერი წერია. თან მიიღო 438 ხმით 27 ხმის წინააღმდეგ. რაც ნიშნავს, რომ პრაქტიკულად მთელი რაღაც ევროპული პოლიტიკური სპექტრი შეთანხმებული იმაზე, რაც იქ წერია. ამის პარალელურად ბიძინამ სტრასბურგში გააგზავნა თავისი ორი წარმომადგენელი, ემისარი, ვიღაც ახალგაზრდა ნორჩილენინელები, რომლებსაც იქ უნდა დაეხატათ სურათი თითქოს ევროკავშირში ყველა კი არ არის რაღაცა რეჟიმისადმი კრიტიკულად განწყობილი. ამაზე რაღაც მათაც ყავთ იქ ადგილობრივი ვიღაცა მხარდამჭერები ევროპაში. ხო და ემისრებმა სამ მხარდამჭერებთან შეხვედრების შემდეგ გამოფინეს საკუთარი მათთან გადაღებული ფოტოები. რომ აი ნახეთ აგერ აბა თუ ვართ იზოლაციაში. ხო და მე დავდე მე ამაზე პოსტი, იმაზე თუ ვინ არიან ეს ხალხი, ვინც მათ ხელს ათმევს და მე რაღაცა მომწერეს და მთხოვეს რომ იქნებ რაღაცა ვიდეოც გააკეთო და ვიდეოთიც მოგვიყო და მეტი გვითხრაო. ხო და აი ვუალა, აგერ ეს არის ვიდეო. ეს არის მაგალითად ფოტოები, სადაც ისინი პოზირებენ ამ ევროპარლამენტარებთან. ეს არის პირველი, ეს არის ქალბატონი რუთ ფირმენიხი. ეს არის გერმანელი პოლიტიკოსი, ევროპარლამენტის წევრი, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მუდმივად ითხოვს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას და მათ შორის ითხოვს რუსეთისთვის სანქციების მოხსნასაც. ხო გასაგებია, რა ახედების მატარებელია. აგერ არის მისი სტატია, სადაც ის ამას ითხოვს, თუ არა და წინასწარმეტყველებს რაღაცა მეტი დესტაბილიზაცია მოხდება რეგიონში. აგერ ხედავთ ახლა ამ სტატიის სკრინს. ამ სტატიის თანაავტორი მათ შორის არის მაიკლ ვონ დერ შულენბერგი, ეგეთი ტიპი არის, შულენბურგი უბრალოდ შულენბურგი, ასევე გერმანელი პოლიტიკოსი, ევროპარლამენტის წევრი და ასევე გამორჩეული იმით, რომ მუდმივად იკავებს რუსეთისთვის სასარგებლო პოლიტიკურ პოზიციებს. აქვე არის, აგერ ხედავთ ამ სტატიის სკრინიც. შულენბურგი და ეს ქალი, ფირმენიხი, ერთად იყვნენ მოსკოვში 2025 წლის 9 მაისს პუტინთან, ეგრეთ წოდებულ დიდ სამამულო ომში გამარჯვების აღსანიშნავად, ამაზე მე მთელი სკანდალიც იყო ევროპაში ატეხილი. და იქ სხვა საქმეებთან ერთად შეხვდნენ ნადია სას, რომელიც იყო პუტინის მეგობრის, ცნობილი ვიქტორ მედვედჩუკის ტელეარხის წამყვანი უკრაინაში და ახლა მუშაობს ბელორუსულ ტელევიზიაში, ასევე ცხადია პროპაგანდისტად, რომ მისი ქმარი არის უკრაინელი დეპუტატი ოლეჰ ვოლოშინი, რომელიც სანქცირებულია ამერიკის შეერთებული შტატების და ბრიტანეთის მიერ, მათ შორის სანქცირებულია იმის გამო, რომ ააწყო პროპაგანდისტული ქსელი, ეგრეთ წოდებული Voice of Europe. ეს ხალხია, ამ ხალხზე არის ლაპარაკი. აგერ არის ამ მესამე სტატიის ამ სკრინიც, სწორად იმისი მოსკოვში მათი ვიზიტის, სწორად ფოტო. სადაშორის ამ ტრიპში მათთან ერთად იყო ერთი ლუქსემბურგელი, ასევე პრორუსული პოზიციებით გამორჩეული დეპუტატი, ფერნანდ კარზეისერი, რომელიც შემდგომ სწორედ ამ ტრიპის გამო, მოსკოვში ჩასვლის გამო, კონსერვატორებმა საკუთარი ფრაქციიდან გააგდეს. ასევე მათთან იყო კიდე ერთი კვიპროსელი, ასევე დეპუტატია, ევროდეპუტატი, ასევე პრორუსული პოზიციებით გამორჩეული, ფიდიას პანაიოტო, რომელიც მანამდე იყო იუთუბერი, ყავს ძალიან ბევრი ისინი საბსკრაიბერები და ახლა ფაქტობრივად მუშაობს კრემლზე და სავარაუდოდ როგორც ამ ბევრი საბსკრაიბერის ყოლე ადამიანი პირდაპირ იყიდეს მოსკოვიდან და გამუდებით ითხოვს რუსეთისთვის სანქციების მოხსნას და მითი აქტივი სწორედ ეს არის, რომ ბევრი საბსკრაიბერი ყავს. და აგერ არის მისი ვიდეოდან სკრინიც წითელ მოედანზე, უბრალოდ რომ იცნობდეთ სახეზე. ასეთი product placement-ი აქვს პირდაპირ კლემს აჩვენებს თავის ვიდეოებში. მოკლედ ამ რუთზე შეიძლება კიდე ტონა რაღაცების ამოყრა, მათ შორის რომ ნახოთ რაღაცა არ ვიცი მისი ვიზიტები, მისი შეხვედრები, ვის ხვდება, ეს ხალხი ვინ არიან, ვისთან აქვს ამ ხალხს კონტაქტები, რაღაცა ის არის დაუსრულებელი, ის არის ჭაარი, აი უზირო ჭაარი, იმდენ რაღაცების ამოყრა შეიძლება რომ ამაზე შეიძლება ლაპარაკი დაუსრულებად, მაგრამ მე მგონი რომ აქაც შანს ვინა ეს ადამიანი, რა ხალხთან აქვს კონტაქტი და რა მიზნებს ემსახურება, სად მოძრაობს ზოგადად. მეორე ფოტო
ეს ფოტო არის ტიერი მარიანისთან გადაღებული. ეს არის ფრანგი პოლიტიკოსი, რომელიც პრაქტიკულად ღიად პრორუსი ევროდეპუტატია და უკრაინაში რუსეთის აგრესიის თემაზე მუდმივად იჭერს კრემლისთვის მომგებიან და ხელსაყრელ პოზიციებს. მასზეც მეწერა მოკლედ იმ პოსტში და აქ უბრალოდ ცოტა მეც ვიტყვი, ის არის ეგრეთ წოდებული ფრანკო-რუსული დიალოგის რაღაც ეგეთი ფორმატი არსებობს თანათავმჯდომარე. ეს ფორმატი თავის დროზე 2004 წელს შექმნეს ერთად პუტინმა და შირაკმა და მას შემდეგ ითვლება ეს ფორმატი რომ არის რაღაცა პრორუსული ლობისტური ქსელი საფრანგეთში. მაგას შეგიძლიათ ნახოთ მათ შორის სკრინიან ფრანკო-რუსულ დიალოგს. ამ სკრინზე ნახავთ რომ ამ დიალოგის თანათავმჯდომარე 2012 წლიდან რუსეთის მხრიდან, ანუ აქედან იყო ეს ტიერი და იქიდან რუსეთის მხრიდან იყო ვინმე ვლადიმერ იაკუნინი. ვინ არის ეს კაცი? ახლა ვისაც ხედავთ ვლადიმერ იაკუნინი. ის იყო რუსეთის რკინიგზის პრეზიდენტი გარკვეული პერიოდის განმავლობაში 2014 წლის ყირიმის ანექსიის შემდეგ დასანქცირებულია ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 1985-1991 წლებში იყო გაეროში საბჭოთა წარმომადგენლობაში მუშაობდა, რაღაცა რანგი ჰქონდა, ძალიან მაღალი ჩინიც არ ქონია. არის სტაჟიანი კგბ-შნიკი და არის მათ შორის პუტინის უახლოესი ძმაკაცი. ანუ არის პუტინთან და სხვა მისი უახლოესი გარემოცი წევრებთან ერთად აი იმ ცნობილი სახელგანთქმული კოოპერატივი ოზეროს ერთ-ერთი თანადამფუძნებელი. მათ შორის პუტინის მეზობელი იყო სწორედ აი იმ ტბაზე. იქ ჰქონდა ეგრეთ წოდებული თავისი დაჩა, იგივე აგარაკი. აი ამ კაცთან ერთად საქმიანობდა ეს ტიერი წლების განმავლობაში ამ ფრანკო-რუსულ დიალოგში. რო გავაგზავნოთ ამ ტიერის როგორც ფრანკო-რუსული დიალოგის ერთ-ერთ ლიდერს საფრანგეთის პარიზის პროკურატურამ აღუძრა ორი სისხლის სამართლის საქმე რუსეთთან დაკავშირებულ შესაძლო კორუფციასა და ზეგავლენის ვაჭრობის თაობაზე. სკრინზე შეგიძლიათ ნახოთ ამაზე ნიუსი. საქმე ეხება კონკრეტულ ტრანზაქციებს, რომელსაც ყურადღება მიაქცია საფრანგეთის ფულის გათეთრებასთან ბრძოლის სააგენტომ, ზუსტად არ მახსოვს რა ქვია სახელი, რაღაცა ტრაკფინით რაღაც ეგეთი აბრევიატურა აქვს და კონკრეტულად იძიებდნენ გადარიცხვებს, ანუ ამ ტიერისთვის რუსების მხრიდან გაწეულ რაღაცა დაფარულ ხარჯებს და ხო არ იყო ეს ხარჯები კომპენსაცია იმის სანაცვლოდ, რომ ტიერის დაეკავებინა სხვადასხვა თემებზე პრორუსული პოზიციები. ყოველ შემთხვევაში ამას წერს ლემონდი. შემდეგ ეს ტიერი საჯაროდ ამართლებს რუსეთის მხრიდან ყირიმის ოკუპაციას, ის მათ შორის ნამყოფია ყირიმში არაერთხელ, მათ შორის ნამყოფია ეგრეთ წოდებული არჩევნებზე დამკვირვებლად და მათ შორის იქ შეხვდა პუტინსაც, შეგიძლიათ აგერ ნახოთ მარჯვნივზის დელეგაციის ხელმძღვანელად და მარცხნივზის პუტინი, აგერ ჯგუფური ფოტოც პუტინთან. აგერ ფოტო ყირიმში გადაღებული, ის შეხვდა ასევე ყირიმის ეგრეთ წოდებული პარლამენტის სპიკერს კონსტანტინოვს, შეგიძლიათ აგერ ეს ნახოთ. თუმცა ბევრჯერ არის ყირიმში ნამყოფი სხვადასხვა მიზნებისთვის და მათ შორის როგორც იხარით ერთ-ერთ რაც იმ არჩევნებზე დამკვირვება და არჩევნებზე დამკვირვებაც შეიძლება მოძრაობს ხოლმე მათ შორის დონბასში და დადის დონბასში, სადაც ხდება სეპარატისტული დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ანუ ხა აქ რო ჩამოვიდეს და შეხვდეს რა ვიცი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში იქაურ ადგილ დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს დაახლოებით ეგეთ რაღაცას აკეთებს რეგულარულად. მაგალითად აქ ხდება დონეცკის ეგრეთ წოდებული სახალხო რესპუბლიკის ეგრეთ წოდებულ საგარეო საქმეთა მინისტრს, ვინმე ნატალია ნიკონოროვას, ეგ შეგიძლიათ ნახოთ. აქვე არის დონბასში ჩასული და იქაურ ეგრეთ წოდებულ არჩევნებს აკვირდება. ტიერი არის მათ შორის ევროპარლამენტში რეზოლუციების თანასპონსორი, ანუ თანაავტორი, რომლებშიც ითხოვდა რუსეთისთვის სანქციების მოხსნას. თვითონ ის დასანქცირებულია, ცხადია, უკრაინის მიერ სწორედ იმ რაღაცების გამო, რასაც ახლა მოგიყევით. სხვადასხვა 2015-2017 წლებში ის 5 ჯერ იყო ჩასული სირიაში, ბაშარ ალ-ასადს ხვდებოდა, მოიხსენიებდა მას როგორც მის მეგობარს, ხოლო 2020 წელს ევროპარლამენტის პლენარული სესიის დროს საჯაროდ ითხოვდა ასადის რეჟიმის ხარდაჭერას ევროკავშირისგან. წარმოგიდგენთ 2020 წელს საჯაროდ ითხოვდა ევროპარლამენტში, რომ ევროკავშირის ხარი დაეჭირა ასადის რეჟიმისთვის და ითხოვდა განადგურებას სირიელი მიამბოხეების. აგერ შეგიძლიათ ნახოთ მათ შორის მისი ფოტოები ბაშარ ალ-ასადთან.
ტიერი მათ შორის მეგობრობს და რეგულარულად ხდება სერგეი ნარიშკინს. ნარიშკინი იყო რუსეთის დუმის სპიკერი გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ის იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ის იყო როსნეფტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ხოლო 2016 წლიდან, მე მგონი დღემდე, თითქმის 10 წელია არის რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი, ეგრეთ წოდებული SVR-ის ხელმძღვანელი. და იმას ხდება რეგულარულად ეს ტიერი. ანუ SVR-ის უფროსი ხდება, მოადგილეს კი არა, რადგან ყოფილების უფროსი კი არა, კონკრეტულად ნარიშკის ხდება, რომელსაც მათ შორის დამთავრებული აქვს KGB-ს ეგრეთ წოდებული უმაღლესი სკოლა, სადაც ის სწავლობდა არც მეტი არც ნაკლები პუტინთან ერთად. ანუ ეს არის პუტინის ასევე უახლოესი გარემოცვა და თან სწავლობდა იქ იმაზე 2 წელი სწავლობდა ფრანგულ სექციაზე და აქედანაც აქვს სწორედ გახობილი ამ ფრანგებზე. და ბოლოს მისი მეუღლე არის ირინა ჩაიხულინა, კი ეგეთი გვარი აქვს ჩაიხულინა და შეგიძლიათ გამოიცნოთ საიდან არის. თქმა უნდა, ეს არის ეკატერინბურგიდან, მაგას შეგიძლიათ ნახოთ მათ შორის ერთ-ერთ ლემონდის ერთ-ერთ სტატიაში საუბრობენ იმაზე, რომ ის როდესაც ყირიმში მიდიოდაო, სხვა ფრანგ პოლიტიკოსებს ეპატიჟებოდაო ყირიმშიო და მათ ეუბნებოდაო, რომ ყირიმში წამოხვალთო, იქო ისეთივე ლამაზი ქალები არიან, როგორც ჩემი ცოლი არისო. ერთ-ერთ ლემონდის სტატიაში წერენ ამაზეც. მოკლედ, ტიერიზეც შეიძლება კიდე ტონა რამის ჩვენება და შეიძლება რომ გააყვეთ თითოეულ მის კონტაქტს და ვის ხდება და ვის ელაპარაკება, რა თქმა უნდა, უამრავ საინტერესოს და უამრავ კავშირებს წააწყდები და ყველგან რუსეთი. სადაც არ უნდა გაყვეს, საერთოდ არ უნდა გაყვეს, ყველგან ცხადი არის რუსეთი. ჯამში არის ეს, ანუ ბუთის შემთხვევის გავსად, აქაც ჩანს ვინა ეს ადამიანი, რა ხალხთან ერთადაა, სად მოძრაობს და რა მიზნებით მოძრაობს. ამათ შეხვდნენ ბიზნეს ემისტრების სტრასბურგში, მერე სოციალებში სიამაყით გამოდეს ფოტოები გადაღებული ამ ხალხთან და მოქალაქეების ნაწილს აჯერებენ, რომ ევროკავშირის არიან ნორმალური პოლიტიკოსები, ნორმალური მათი გადმოსახედიდან, რომლებიც მათ ხვდებიან, ხელს ართმევენ, გულში იხუტებენ, მეგობრობენ და ასე შემდეგ და ვითომ მათთან ერთად რაღაც საქმეებს აკეთებენ. აი ამ ხალხზე არის ლაპარაკი, ხო და რა ვიცი, მე კიდევ ვიღაცები კითხულობენ, რატომ არიან ესენი რუსებიო. თვითონ მაყურებელმა გადაწყვიტეს ეს. მეჩვენება